ის რომ ვიღაცა ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა მის წარმომავლობას, წარმოშობას, რომელი ქვეყნიდან არის, რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაც ადამიანი რომ ჩამოდის აქან, ადამიანები რომ ჩამოდიან და აშენებენ ქალაქს, ხო? ავის რაღაცა იქ თელი თავისი ინფრასტრუქტურით რაც ამ ქალაქს ჭირდება, ხო? ყველაზე მარტივი კითხვა აქ რაც ისმევა, ხო, რა არის? რომ აი საქართველოს მოსახლეობას რა, აი ჩვეულებრივ რიგითი ქართველი ხო ვერასდროს ვერ იყიდის დაუშვათ საცხოვრებელ სახლს, ბინას, რაღაცა იქ ვერ დასახლდება იქ ესე იგი ვიღაცა ჩამოდის აქ ნებისმიერ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში ვიღაცა არაბი, რომელიც იქ ააშენებს სახლს ისევ თავიანთნაირი არაბებისთვის, ან არა არაბებისთვის, მაგრამ დიდარი ხალხისთვის, რომელიც იქ იცხოვრებს კომფორტში და სიამოვნებით. ხო, ვინც იქ იცხოვრებს სიამოვნებით, კომფორტში, მაგრამ მე რა ქვეყანას რა ამით, ხო, აქ ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ისე ვის ნეოლიბერალური ხედვა რაღაცა ეკონომიკისა და განვითარებისა, რომ ეს ნიშნავს, რომ ფულიანი ადამიანები ჩამოვარდნენ აქ საცხოვრებლად. კაცო, ფულიანი ადამიანი რომ ჩამოდის საცხოვრებლად, იმას თუ რამე კონკრეტული შედეგი არ მოაქვს, ხო, როგორც ამ ინვესტიციას, ტექნოლოგიაში არ დებს ფულს, ინდუსტრიაში არ დებს ფულს, რაღაცა მაღალღანან შიდაწარმოებაში არ დებს ფულს, მაღალღანაზღაურებად სამსახურებს არ ქმნის, ხო, რაში მჭირდება ეს ფულიანი ადამიანები ჩვენი თავზე საყლად გვაქვს, რაში გვარგიან, ხო, აქ ვინწყობს ეს ფულიანი ადამიანები 5 მილიონერი პარლამენტში. ხო, აი, რაში გვარგიან, ეს თავისთავად რაღაცა გამოცხადებულია იმად და ეს ერთი და მეორე ის შიშები, რაზეც თქვი, ხო, იქ შეიძლება ხა ვიღაცა სპეკულირებს ამ თემიდან გამომდინარე, არის ეგეთი ჯგუფები, ვისაც საკუთარი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე სპეკულირებს ამ საკითხით. თუმცა არც ის არ უნდა და ვერ ვიტყვით იმას, რომ თუნდაც აი ამ ეთნიკური შემადგენლობის კუთხით და აი ამ ცვლილების კუთხით ეს არ არის თვალთიდან გამოწვეული რაღაცა შემთხვევა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ხედავთ იგივე ევროპის მაგალითებს, დაუშვათ ის რაღაცა 30-50 წლის წინ დღეს რაღაცა თანამედროვე ევროპული ქალაქები, რომლებშიც ამ კუთხით სავალალო მდგომარეობა, 50 წლის წინ ევროპული რაღაცა კულტურული ცენტრები იყო საკუთარი ქვეყნების ან ზოგადად ევროპის და მსოფლიოს, ხო, პარიზი, გავიხსენოთ ლონდონი, ბერლინი და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ეს აი ამ პროცესმა, ხო, აი ამ რაღაცა ლიბერალურმა პროცესმა, რომ ყველა ვინც კიდე დედას დაუწყევლია და საკუთარი ქვეყნიდან გაქცევასიო, ყველა რომ მივიღოთ აქ და ყველა რომ ჩავასახოთ, აი ამ პროცესმა მიიყვანა იქამდე. მე არ ვამბობ, რომ ეს არის. უბრალოდ მე ვამბობ, რომ გავსმა ნაბიჯებმა შეიძლება ბოლოს აქამდე მიგვიყვანო და ამ კუთხით არის საფრთხე. ამ კუთხით არის მოსაფრთხილებელი.